მოგესალმებით, გთავაზობთ დერილ ჯეიმსის ვიდეოს საიდუმლო კოსმოსური პროგრამები ინსაიდერი. ეს ვიდეო ჩაწერილია 2003 წელს. პროგრამა მზის მცველი. აი, გეტიანელები. ნაწილი პირველი. ეს არის ამ ვიდეოს თემა. აი, გეტიანელები, პროგრამა მზის მცველი. ნაწილი პირველი. მე ვარ ჯეიმს დერილი, მე ვარ ჯარისკაცი. მე დავიწყე მსახურება 1999 წელს. წამყვანი ეკითხება: მე ვაფასებ თქვენ მსახურებას და გმადლობთ, რომ ისევ დამიკავშირდით. მე მაქვს რამდენიმე შეკითხვა ჩემი მეგობრებისაგან. მათ აქვთ კიდევ ერთი არხი YouTube-ზე. ის ბელს მუშაობდა გულისხმობს მეგობარს წამყვანი პენი ბრედლისთან. მე ჯერ მინდა გკითხო, იყო თუ არა შენში ფსიქიკური გარდატეხვა, მანამ სანამ შენ გაგზავნეს საავადმყოფოში. ბაზა ნუკი, ანგლია და დერილ ჯეიმსი, მე ამასთან ცნობილი არ ვარ, მე მას არ ვიცნობ. ხო, მის მეგობარზე ამბობს. წამყვანმა ხომ უთხრა, ჩემი მეგობარს არხიავს YouTube-ზე და იცნობს პენი ბრედლისო. წამყვანი, ეს არის მხოლოდ 20 მისი შეკითხვა. შემდეგ გადავალთ ჩემ კითხვებზე. დერილ ჯეიმსი, მე მქონდა რეგრესია ასაკთან დაკავშირებით. მე ნანახი მყავს ჩემი კლონები. მე ვიცი, რომ კლონები არსებობს. მაგრამ რაც შეეხება იმას, რომ მე სინამდვილეში ვარ კლონი, მე კლონირება გამიკეთდა და მე ამის არ მჯერა. წამყვანი, რას გულისხმობდა ოფიცერი, როდესაც ამბობდა, რომ შეუძლიათ თქვენი სისხლი გაწმინდოთ? რეზუს უარყოფითი სისხლი. დერილ ჯეიმს ქონია რეზუს უარყოფითი სისხლი. დერილ ჯეიმსი, რეზუს უარყოფითი სისხლი ნიშნავს როგორც ანახებ მაგალითად მაიმუნს, ბრინჯს ან ანდაგვარსო, ეს დაკავშირებულია რაღაც დაავადებასთან, გენეტიკური მიმართულებით. ზოგ ადამიანებს სისხლი რეზუს დადებითი აქვს, ზოგს კი არა. მე ფიქრობ, არისტოკრატებს ვისაც ცისფერი სისხლი აქვთ, ზოგიერთს კი აქვთ წითელი. და ისინი იყვნენ უფრო ტკივნეულები, როდესაც იბადებოდნენ. ესე იგი, ისინიო განიცდიდნენო ტკივილს, როდესაც იბადებოდნენო, უფრო მეტ ტკივილს განიცდიდნენო. და მათი შვილები არ ძლებდნენ სიბერემდე. მათ კი ვისაც წითელი სისხლი ჰქონდათ, მათ ჰქონდათ ვარდისფრი რლოყები.
იყვნენ უფრო ჯანმრთელები და მათი მშობლები ცხოვრობდნენ უფრო ხანძრივად. მე ფიქრობ, ხო, თქვენ არ მოგესალმთ, არიან არისტოკრატები, რომლებსაც მართლა ლურჯი სისხლი აქვს და კანის ფერით მოლურჯო. არიან ასეთები. მე ფიქრობ, ეს როგორღაც დაკავშირებულია იმუნურ სისტემასთან, რეზუს დადებითი სისხლით. ჩვენ კლიმატში ეს გვეხმარება, მაგრამ ეს ის არის, რაც ჩვენ არ გვაქვს. ეს როგორც ბაქტერიები, რომლებიც იზრდებიან უჯრედების ზედაპირზე და მე ფიქრობ, ეს ის არის. წამყვანი სისხლის უჯრედები თუ ორგანიზმის უჯრედები. დერილ ჯეიმსი მე მგონი ყველა უჯრედებზე პირველ რიგში ისინი სინჯავენ სისხლის უჯრედებს და მან მითხრა, რომ მე მაქვს რეზუს დადებითი სისხლი, მაგრამ მე ჩვენ შეგვიძლია ამისგან განკურნოთ. მითხრა ეს პირველი კლასის მეთაურმა. წამყვან ყველა გადის კამერას დაბალი წნევით დედამიწაზე დაბრუნების წინ. ესე იგი, კოსმოსიდან როცა ადამიანებს აბრუნებენ დედამიწაზე, ისინი ყველა გადიანო კამერას დაბალი წნევის, სანამ დაბრუნდებიანო დედამიწაზე. აი, როგორც მაგალითად ეშვებიან სიღრმეში დრავინგები, ვინც ცურავს წყლის ქვეშ. ისინი მათ ნელ-ნელა უნდა ამოცუნონ, როდესაც სიღრმეში ჩადიხარ, იქ წნევა იზრდება და ადამიანის აზოტი იქცევა ბუშტულებად. და რომ აზოტი ნორმაში მოვიდეს, ნელ-ნელა უცებ ამოსვლა არ შეიძლება. ნუ ხო ხოლმე დიდ სიღრმეში ჩადიან სპეციალური ხელსაწყოებით. არ მახსოვს მას რა ქვია. რაღაც პატარა ნავია, ოღონდ დახურული ნავი. აი, ვერ გავიხსენე, ახლა ვცდილობ გავიხსენო და ვერ გავიხსენე მის დასახელება. კარგი, რა მნიშვნელობა? ასევე ხდება თურმე კოსმოსიდან, როდესაც აბრუნებენ, წნევის რეგულირებას უკეთებენ და ის მერე ბრუნდებიან დედამიწაზე. დერილი პასუხობს, კი, შენ ეს უნდა გააკეთო, ხო, ეს უნდა გაიარო დაბალი წნევის კამერა. სანამ დაბრუნდებიო დედამიწაზე. მე მახსოვს, ეს იყო ერთი დღით ადრე, სანამ დედამიწაზე დაბრუნდებოდი. ჩემი ოთახის მოპირდაპირე იყო ახალგაზრდა. მისი კარი იყო ღია. შეიძლება მას უნდა მე გამეგო საუბარი, რომ ამისთვის მოვიმზადო. მე მახსოვს იმ ახალგაზრდამ, რომელზეც მე ვლაპარაკობდი, ყვებოდა თავის სხვა ვიდეოებში რობერტი, აღმასრულებელი დირექტორი, მე ვკითხე მას, იყო ეს გაკეთებული იმისთვის, რომ მომამზადონ მე და მან მიპასუხა, კიო, ის ბიჭი ამბობდა რაღაც კამერაზე, მაღალი სიმჭიდროვისა და ეს კეთდება მაგიტომ, რომ არსებები მესამესი სიმჭიდროვისა არსებებს მესამე სიმჭიდროვისა არ შეუძლიათ ურთიერთ მოქმედება ურთიერთი მოქმედონ არსებებთან მესამე განზომილებისა, მესამე სიმჭიდროვესი, რადგან ისინი ძალიან ჩქარა სწრაფად არიან, მაგრამ როდესაც შენ აიწევ მეხუთე სიმჭიდროვეში,
მეხუთე განზომილებამდე შენ გახდები სწრაფი და ძლიერი. ხო, ამას ახლა მე თქვენ აგიხსნით. საქმე იმაშია, რომ საიდუმლო კოსმოსურ პროგრამებს გააჩნია ტექნოლოგიები, რომლებსაც შეუძლიათ შენ აქციონ თუ ხარ შენ მაგალითად დედამიწელი და რადგან დედამიწა ეკუთვნის მესამე სიმჭიდროვეს, მაგრამ უკვე მეოთხეზეც გადავიდა დედამიწა და მეხუთეში შედის თავისი ვიბრაციებით და მესამე სიმჭიდროვის ვიბრაციები არ მოგცემს მაგის საშუალებას, რომ შენ ახვიდე მეოთხე მეხუთე განზომილებაში და იქ გაძლო. ამიტომ არის სპეციალური ტექნოლოგიები, რომლებიც წევენ ვიბრაციას. ვინც იმყოფებაო მეხუთე სიმჭიდროვეში, ისინი არიანო სწრაფები. და მე როდესაც ამიყვანესო, ესე იგი იმ ტექნოლოგიების დახმარებით, რომელიც მათ გააჩნდათ, დერილ ჯეიმსი აიყვანეს მეხუთე დონის ვიბრაციამდე, რადგან იქ დერილ ჯეიმს რაღაც საქმეები ჰქონდა. მან თქვა, რომ ჩემი IQ გაიზარდაო. დერილ ჯეიმს ჯარში დაიწყო მსახურება, ეს წინა ვიდეოში მაქვს მე მონაყოლი. იქ აღმოუჩნდა IQ 194 მგონი თუ 185, არ მახსოვს ზუსტად. ნუ ძალიან ბევრი ადამიანისთვის. მიახლოებით და მეო მითხრესო, რომ ჩემი IQ ამ ვიბრაციების გასვლის შემდეგ გაიზარდაო. მიახლოებით 200%-ითო. ეს არის როგორც სამყაროს კანონი. მე არ ვიცი ეს როგორ მუშაობს, მაგრამ როდესაც შენ მიაღწევო უფრო დიდ, მაღალ სიმჭიდროვეს, ესე იგი განზომილებას, ყველაფერი მასე იქნება. შენ უნდა შეესაბამებოდე იმ სიმჭიდროვეს, სადაც ხარ. წამყვანი ეკითხება, მეხუთე განზომილება რატომ მეხუთე განზომილების წარმომადგენლები რატომ განირჩევიან ადამიანის სიმჭიდროვესგან. ესე იგი უცხოპლანეტელები მეხუთე განზომილებიდან რატომ განირჩევიანო ადამიანებისგან, რომლებიც ცხოვრობენო მესამე სიმჭიდროვეში. დერილი, მე პირადად არაფერი ვიცი ამის შესახებო, რაც ადამიანებს ეხება. მე გავიგე, სვენია, რომ ჩვენი სამყარო იმყოფება მეხუთე სიმჭიდროვეში, მაგრამ ჩვენი ვარსკვლავი მხოლოდ მესამეშია. ამიტომ მას ხელოვნურად ესე იგი უმატებენ სიმჭიდროვესო. მესამეში, რომ ჩვენ დავჩეთ მესამეში. რადგან უმრავლესობა არსებებისა მეხუთე სიმჭიდროვისა ცხოვრობენ მიწის ქვეშ და თქვენ რომ დარჩენილიყავით სამყაროში სიმჭიდროვით მესამე ვარსკვლავის და მესამე სიხშირისა, ბოლოს თქვენ ჩამოხვიდოდით მეხუთედან მესამეზე. ესე იგი ჯეიმს დერილი ამბობს და ამას ბევრი ისანდერი ამბობს, კორი გუდიც, რენდი კრამერიც და კიდევ ბევრი, რომ დედამიწის შიგ არის სხვადასხვა განზომილება. ამას ჯეიმსი არ ამბობს, ამას მე გეუბნებით. და ეს განზომილებები ბუშტში არის მომწყდეული. ნუ იქნება სპეციალური ბუშტი და ამ დიდ მაღალ განზომილებებში სიმჭიდროვეში ვერ შეხვალ თუ ვიბრაციები არ აკიწიეს. აი ზუსტად ურთიერთობის დროს ჩადიან ხო შიდამიწაში რო შედიან ეს იციან და იმზადებიან წინასწარ. ასევე კოსმოსში, მაგრამ კოსმოსი ჩვენ შეზღუდულ სივრცეში ვართ. კი, დედამიწა მგრალია,
მაგრამ დედამიწაში არის იაჩეკები, რომელიც დაფარულია გუმბათით, რომელიც მომწყდეულია კიდევ რამდენიმე ფენაში შიგ და ეს ფენები, ეს კვერცხისებური, ასე ვთქვათ, ფენები, სამყაროები განლაგებულია როგორც სკაში. და ჩვენ სინამდვილეში ვართ ერთ სივრცეში, ერთ დედამიწაში, ტერასში, მაგრამ ყველა ვართ გაყოფილი ერთმანეთისგან. და როგორ ავიღოთ ახლა კვერცხების ჩასადები ხომ გინახიათ? კვერცხთან ერთად რომ იყიდება ჩასადებები. აი ამდაგორად გამოიყურება დედამიწა, ოღონდ სფეროსებულია და კოსმოსიდან, იქედან შორიდან ჩანა როგორც ასე, კვერცხისებურად. მაგრამ თითო კვერცხი არის თითო სამყარო. ეს შეიქმნა ხელოვნურად. და კი, დედამიწა სფეროსებულია, მაგრამ არა, ბრტყელი არაა ნამდვილად, მაგრამ ეს კვერცხი, დაუშვათ ჩვენი სამყარო ავიღოთ, ჩვენი კვერცხის ფორმი, შიგ ვართ ჩვენ, გარედან მიწითა დაფარული ეს, რომ რადიაციამდე იმან არ მოქმედოს ჩვენზე, იქაურმა, იმიტომ რომ ეს ზე, რომელსაც ჩვენ უყურებთ, ხედავთ ყოველდღიურად ამოდის და საღამოს ჩადის, ეს არის ხელოვნური. და სინამდვილეში დედამიწაზე სამი მზეა. და არის გარეთ ამ მთლიანად დედამიწის სფეროს გარეთ ნამდვილი ჩვენი ნამდვილი მზე მგონი ორია და ერთი არის ისამისფერი თურმე. ხო, და რატომ მოვყვები ახლა მე ამას? ხო, სიმჭიდროვესე. და ჩვენ სადაც ვართ ჩვენი დედამიწა, აი ჩვენ დედამიწელები, ჩვენ ვართ შუაში, ამ კვერცხის შუაში. ესე იგი, გვიყავია საშუალო დონე, ჩვენზე ვით არის რაღაც პლანეტები, მატერიკები, ბლინისებურათაა დედამიწა განლაგებული იქაც, ზევითაც, ქვევითაც, მაგრამ ქვევით უკვე არიან უფრო ჯოჯოხეთური სამყაროები. კარგი, მე ახლა გადავუხვიეთ თემას და რას ვამბობ? და რომ ეს სივრცეები იქ შეხვიდე, გჭირდება ვიბრაციის აწევა ამ მაღალ განსხვავებიან სივრცეში. იქ დროც სხვანაირად მიდის. როგორც მე ვთქვი ერთ-ერთ ვიდეოში, დრო ეს არის ლოგიკური ტვინის მუშაობის შედეგი. შეაჩერე აზროვნება, დროც გაჩერდებაო. კარგი. წამყვანი ეკითხება. რომელი გამოაშკარავებლები არიან ის ინსაიდერები, რომლებიც საჯაროდ ამბობენ ინფორმაციას, რომელიც იყო ადრე გასაიდუმლოებული. გამოაშკარავებლები, ხო, რომელი გამოაშკარავებლები არიან უფრო ახლოს თქვენთან, ეკითხება წამყვანი. დერილი. მე მომწონს დოქტორი სალაო და ვიცნობ ერთ ბიჭს, მას ქვია მარშალი. მან თქვა, რომ ცხოვრობს მიწისქვეშა ბაზებზე, სადაც კლონირებას უკეთებენ უცხო პლანეტელებს. მათ აქვთ მოგრძო თავი და გრძელი პირი. და თქვენ კარგად იცით, რომ კორი გუდი და მასეთები მგონი არიან ამ საქმეში. თუმცა ამ ბაზაზე ოთახები სიმჭიდროვის ოთახებით იყო დაფარული. ხომ ხედავთ, ქვედა ბაზებზე ყოფილა სპეციალური სიმჭიდროების ოთახები, რომ მოამზადონ თავისი ხალხი
ან ზევით ასასვლელად, ან დაბლად შესასვლელად. ნუ გააჩნია სად მიდიან. ზოგჯერ გადიხარ ამ ოთახებს შორის, ესე იგი, უბრალოდ გადიხარ დერეფანში და ამ ოთახებს ყურადღებას არ აქცევო. წამყვანი. კითხვა მეშვიდეო, რაში მდებარეობს განსხვავება რეპტილიებს და დრაკონიელებს შორისო? დერილ ჯეიმს. როდესაც მე შეხვდი ერთი მათგანი იყო სახელად აკინო, წამყვანი. მოკლე ეს ბიჭი ქრამის სეტიდანაა, დერილი. ხო, ქრამის სეტიდან. წამყვანი, მე მყავდა ნაცნობი, რომელიც ბას გიტარაზე უკრავდა და მიყვებოდა მანქანაზე, რომლის დახმარებით შეიძლება ამოიღოს სული ადამიანის სხეულიდან. დერილ ჯეიმს. მათ შეუძლიათ ამოიღონ ცნობიერება, მაგრამ არ შეუძლიათ გამოიყენონ ძალა. ახალგაზრდა ადამიანები ხო, მათ შეუძლიათ ამოიღონ ცნობიერება, მაგრამ ვერ გამოიყენებენ ძალას ახალგაზრდა ადამიანებისო, რადგან მათი სხეული ჯერ არ არის ჩამოყალიბებული. ის გამოიყენება როგორც ჭურჭელი, როგორც ისინი ვერ იყენებენ ბავშვებს 4-5 წლისა, რადგან სხეული ჯერ არ ჩამოყალიბებულა და შეუძლია მოკვდებს ავადმყოფობისგან, მაგრამ შეუძლიათ განმეორებით ასაკში 9-10 წლისა და როდესაც გამოაქვენ სული, ისინი დებენ მათ მაიკლი კინის სხეულში. ესე იგი 4-5 წლის ბავშვებს ვერ გამოიყენებენ 4-5 წლის ბავშვების სხეულსო, რადგან შეიძლება მოხდნენო, მაგრამ განმეორებით 9-10 წლის ასაკში მათ შეუძლიათო ეს პროცედურა ჩაატარონო. გამოაქვენო სული და დებენო მაიკლ კინის სხეულში. მაიკლ კინი ვინა არ ვიცი, სიმართლე გითხრათ, ამიტომ ვერ გეტყვი. წამყვანი, მე ვამბობ, აქვს თუ არა ამას აზრი. ბიჭი ავადმყოფია. სვენია, რომ ერთ-ერთი ამ ბიჭისაგან გაიზარდა სამხედრო ბაზაზე და მან ყველაფერი იცოდა ამ პედოფილებზე და ის ყვებოდა მაიკლი როგორ გაემგზავრა ვიეტნამში და კლავდა იქ ხალხს და როდესაც დაბრუნდა უნდოდა დაწყებულის გაგრძელება. მას ჰქონდა მიწის ქვეშა ტუნელები მის სახლის ქვეშ. ყველაფერი იყო შეღებილი შავ ფერში. ისინი კლავდნენ ბავშვებს, ისმედნენ მათ ყვირილს და იღებდნენ სიამოვნებას ამ ენერგიისაგან. დერილ ჯეიმსი, მეც ვკითხე, სანამ იქ ვიყავი, რადგან მე გავატარებდი იქ ერთ-ორ დღეს. რაღაც მომენტში მე გავიგე, რომ მას ეს მობეზრდა. მე ვიყავი იმ ოთახში და ვუთხარი სად არის ეს, რადგან მეც ვიცი, რადგან მეც ვიცოდი ამის შესახებ. მე ვკითხე, ეს სიმართლეა? მან მიპასუხა, კი, ეს სიმართლეა. ის იყო რეპტილია. ის გავდა შავ გველს. თითქოს ის იყო შხამიანი შავი გველი, რომელიც გარდაიქმნებოდა ადამიან მაგვარ არსებად. მას ეცვა წითელი კაპუშონი და წითელი მანტია და მან მითხრა მე, რომ ის იყო ძირი
მაცხოვრებელი დედამიწისა. ის არ იყო უთოპლანეტელი, ის იყო ძალიან მოხუცი. მისი თქმით, ძველი ეგვიპტელები მას საყვანს სცემდნენ. ის იყო მათი ღმერთი. მე ძველი ვარ, მითხრა მან. წამყვანი, მე მაქვს შეკითხვა, სანამ გავაგრძელებ. ეს რეპტილოიდები, ეს უთოპლანეტელები რატომ ღებულობენ სიამოვნებას ამ ენერგიისაგან? რატომ არ შეუძლიათ სიამოვნება მიიღონ პოზიტიური ენერგიისაგან? რატომ იყენებენ დაბალ სიხშირეებს? დერილ ჯეიმსი, სამყაროში არსებობს ბალანსი პოზიტიური და ნეგატიური ენერგიების შორის და ზოგი არსებები არიან პოზიტიური, ზოგი კი ნეგატიური. მეც უძახდი მაგათ ავადმყოფებს, მათთვის ეს რელიგიის მაგვარია, მით უმეტეს ვინ უარყოფს. მე ვფიქრობ, ისინი მასეთნაირად ცხოვრობენ. არსებობს უარყოფითი და დადებითი ძალები. წამყვანი, არის თუ არა მაღალი არის თუ არა მაღალი დასადები იმისთვის, რომ ეს ყველაფერი ხელში ჩაიჭედონ და აკონტროლონ. შეიძლება თუ არა ეს ცოდვილი წრე შეაჩერო? დერილ ჯეიმსი, ხელოვნური ინტელექტია ეს. ნებისმიერ სამყაროში არის ხელოვნური ინტელექტი, რომელიც მათ მართავს. მაგიტომ არის, რომ ისინი მონები არიან ამ ხელოვნური ინტელექტის. აი რატომ არის საშიში ხელოვნური ინტელექტი და მათ წამთ, რომ ძალა ყველაზე მაღლა დგას და მაგათმა გადაწყვიტეს, რადგან ხელოვნური ინტელექტი ძლიერია, მას აქვს უფლება მართოს ისინი. მათ საკუთარ თავში, საკუთარი ნებით გადასცეს ხელოვნურ ინტელექტს, რომ ისინი მართოს ხელოვნურმა ინტელექტმა. მათ აქვს საკუთარი რელიგია. თუ ვინმე შენზე ძლიერია, აქვს უფლება შენით მართო. შენ გმართოს. მათ თქვენ წესი, რომ შენ შეგიძლია შენზე დაბალს რანგით მოექცე როგორც გინდა, მაგრამ გახსოვდეს, რომ შენ შეგიძლია აღმოჩნდე დაბალ რანგის მდგომარეობაში. მათ ეშინიათ ტკივილის. მე ვფიქრობ, რომ ეს მათი პოლიტიკა და მათი კულტურა. თავს აძლევენ ყველაფრის უფლებას, მოექცნენ მათ დაბალ რანგში მდგომს, ისე როგორც მათ მოესურვებათ, მაგრამ მე მახსოვს, რომ იქ ყველა ცუდი არ იყო, ხომალდზე იყო ბევრი რასა, ერთი იყო, რომელიც გავდა სვავს, სტერეატნიკ, სვავი ხომ იცით ნარჩენებს რომ ჭამს, სხეულის ნარჩენებს. ის გამოიყურებოდა ძალიან მოხუცად და საცოდავად, მაგრამ ჩანდა, რომ ის რეპტილია იყო. იყვნენ მეომრებიც ყავისფერი ფერის კანით და იყვნენ, ისინი არ გამოიყურებოდნენ ბრაზიანად. მე არ მომჩვენებია ცუდებად ისინი, მათ არ მოსწონდათ, რომ იტანჯებოდნენ. მე დარწმუნებული ვარ, ისინი ჩვენი სტანებს კლონირებას უკეთებენ და ჭამენ მერე მათ. ესე იგი, ადამიანების კლონებს აკეთებენ, რომ შემდეგ საკვებად მიიღონ. ამრავლებენ, როგორც ჩვენ საქონელს ვამრავლებთ ისე და შემდეგ კლავთ. ისე ამრავლებენ თურმე ისინი. კაცჭამია, რეპტილოიდები და უთოპლანეტელები კლონებს, შემდეგ მათ ჭამენ.
როგორც ალიგატორი ჭამს ადამიანს. არ მგონია ისინი ცუდები არიან. მეფური რასაა? ისინი დაბლივი არიან. რაც ეხება თეთრ დიდებს, არ ვიცი, ყველაზე მაღლები, რომლებზეც სმენია, არიან მიახლოებით 10 ფუტამდე. 9 ფუტ ნახევარი და ეს იყვნენ ყავისფერი მეომრები. წამყვანი. როგორ იყო კომპანიები მარსზე? დერილ ჯეიმსი. კომპანიების უმრავლესობა წარმოადგენდნენ სენსორულ პანელებს. და ეს ყველაფერია, რაც არის იქ. იყო ტელეპათიური კონტაქტი კომპანიებთან. და როგორც კი რამეს გაიფიქრებდით, ის ხდებოდა მომენტალურად, ესე იგი მატერიალიზდებოდაო, სხეულსისხამდაო. თითქოს კომპანიამ იცოდა თქვენ რისი გაკეთებას აპირებდით. წამყვანი. რამდენი კოლონიები არის განლაგებული დედამიწის მიღმა? რა ეროვნების წარმომადგენლები ცხოვრობენ იქ? დერილ ჯეიმსი. მე ვერც კი გეტყვით, რადგან მე ვიცი, რომ გერმანელებს ერთი პლანეტა მხოლოდ არა აქვთ, არამედ რამდენიმე. მე გულისხმობ, რომ არსებობს პრაქტიკულად უზომოდ ჰუმანოიდები და ისინი ბევრია. და მუდმივად არის დასახლებული სხვადასხვა ჰუმანოიდებით პლანეტა. მე დარწმუნებული ვარ, რომ მათი რაიონები ამ ჰუმანოიდების რაოდენობა უზომოა. წამყვანი. რაში შედგებოდა შენი მოვალეობები? დერილ ჯეიმსი. რაც მეხება, მე ვიყავი მოწაფე და ჩემ საბუთებში იყო აღნიშნული, რომ მე მსახურობდი ახლო აღმოსავლეთში. მათ გაუხარდათ, რომ მე მსახურობდი იქ და მე დავიწყე ბევრი ამოცანის შესრულება. თითქოს შენ ხარ ჯარისკაცი მარსზე და ამდაგვარი და მე გავხდი მეთაურის მაგვარი ან სერჟანტის მაგვარი. მე ვასწავლიდი ახალ მოსულებს. მე აგრეთვე ვასწავლიდი ახალ ოფიცრებს. გერმანელების სამყაროდან. და ამდაგვარი. მათ ჰქონდა აკადემია, როგორც ჩვენთან არის, მე მათ ვატარებდი მარსზე, ვაჩვენებდი რა უნდა გაეკეთებინათ, რა არ უნდა გაეკეთებინათ, როგორ უნდა გადარჩენილიყვნენ, უსაცხოდ, როგორ უნდა ეცხოვრათ. გერმანელები ჩვენზე მაღლები არიან, ფიზიკურად ჩვენზე ძლიერები არიან. არიან ბლონდინები, ბრიუნეტები, თვალები სხვადასხვანაირი აქვთ, სხვადასხვა ფერისა აქვთ. ცისფერი თვალები, მწვანე თვალები, წაბლისფერი თვალები, მათი თვალები ცოტა დიდრონია, დიდია შედარებით, მაგრამ ისინი რომ გენახათ ქუჩაში, მომავალი იტყოდით სკანდინაველები არიანო. ნორვეგელები და რაღაც ამდაგვარი, მაგრამ მათ უძახიან ჩრდილოელებს. წამყვანი. შემდეგი კითხვა. ბნელი დაცვა და მზის დაცვა რატომ მომობს? დერილ ჯეიმსი. მე ფიქრობ, ბნელი დაცვა ცდილობს შეუერთდეს მზის დაცვას. თითქოს ისინი შედგებიან რამდენიმე ფრაქციიდან, მაგრამ მთავარი მიზეზი თუ რატომ მომობენ ისინი არის იმაში, რომ უბრალოდ ვაჭრობენ. ხო, ჯომეზაშიდა და ესა მზის დაცვა. ისინი არიან სავაჭრო საქონელი წითლებისთვის, მაგრამ ისინი აგრეთვე არიან მათი მონები. მაგათ მათ უნდა გადაიხადონ ხარკი,
ისინი მონები არ არიან, მაგრამ უნდა გადაიხადონ ხარკი. ხომ გესმით? მე რაზე ვამბობ? მე ფიქრობ, რომ მათი ხარკი ეს მათი დნმ-ია. ადამიანური დნმ. მართლა მნიშვნელოვანია კოსმოსში. ეს ძალიან პლასტიკურია. ეს ყველაზე პლასტიკური დნმ-ია სამყაროში. წამყვანი, გეთანხმები, შეიძლება მისი შერევა რასასთან რომელთანაც გინდა. არის ბევრი სხვა სახეობები, რომელიც გავს რუხებს. მე მახსოვს მაღალი თეთრი რუხები. ისინი ჯვარენდებიან, გადაჯვარენდებიან მაგ დონეზე. მათ არც კი სჭირდებათ გამრავლება. ბუნებრივი გზით. მე მთლად არ ვიცი, დაწუნებული. მთლად არ ვარ დაწუნებული, თუ როგორ ხდება მათი გამრავლება, მაგრამ ისინი არც კი მრავლდებიან ბუნებრივი გზით. და ამან იმ შედეგამდე მიიყვანა, რომ ისინი გახდნენ უნაყოფო და ამან გამოიწვია მათი დნმ-ის დანგრევა. ამიტომ ისინი შეიჯვარენდებიან ადამიანებთან იმისთვის, რომ გადარჩნენ თვითონ. ბევრი სხვა სახეობა შეჯვარდებიან ადამიანებთან, რადგან ბევრი მათგანი იმდენად ძველები არიან, რომ მათი დნმ იშლება. ეს არის სახეობების ამოწყდომა, გადაჯიშება რასებისა, სახეობებისა და ისინი იყენებენ ჩვენ დნმ-ს იმისთვის, რომ გადარჩნენ, რომ მათი სახეობა გადარჩეს. წამყვანი, რას ფიქრობთ დულსეზე? გაქვთ თუ არა რაღაც კომენტარები დულსეზე? ნიუ მექსიკო. დერილი ჯეიმსი, როგორც მე ლაპარაკობდი, სამხედრო ბაზების ქვეშ განლაგებულია გამოქვაბულები. ეს არ არის ჩვეულებრივი გამოქვაბულები. ჩანს, რომ ისინი ხელოვნურია. ეს არის ოთახები, დერეფნები და ასე შემდეგ. და ეს გავს მიწას და ეს გავს მინას, რომელიც მაგათმა დაადგეს და გააკეთეს. თვითონ ხელოვნური გაკეთებულია და ის გახდა სისქით 2-3 ფუტი, რომ არ ჩამონგრეულიყო და არასებობს მიზეზები გამოიყენო სტაბილიზატორები ან რაღაცები ამდაგვარი. ეს მხოლოდ მთლიანი მინა. ხო, ესე იგი, მე ხა თქვენ უფრო დეტალურად აგიხსნით. ჯეიმსი ამბობს, რომ მე ნაყოფი ვარო მიწისქვეშა ბაზებზე და იქ არის ოთახები, რომლებიცო ხომ გამოთხრია, მაგალითად ფუღუროს ხო გააკეთებენ, მთლიანად მინითაა თურმე ჭერი დაფარული. და ახერублად კიდე ტექნოლოგიებს ვერ გამოიყენებ, იმიტომ რომ ჩამოინგრევა ყველაფერი. სტაბილიზატორებსაც ვერ გამოიყენებო. ხო, და მინის ქვეშ ყველგან გამოქვაბულები არის და მიწის ქვეშ არის ბაზები სიღრმეში. მე შემიძლია 100%-ით ვამტკიცო, რომ მას შეეძლო იქ აღმოჩენილიყო. მით უმეტეს ის თუ ერთი ამ კომპანიაში მუშაობდა, იყენებდნენ ისინი გიგანტურ საბურღო ხელსაწყოებს ატომური ძრავით. წამყვანი, ეს იყო კორპორაცია რენდი დერილი. ხო, ეს გიგანტური
საბურღო, ხელსაწყოები, მანქანები. ის რომ მუშაობდეს იქ აუცილებლად ჩავარდებოდა რომელიღაც ხვრელში, რომელზეც არც კი ეჭობდნენ, რადგან იქ იყო ღია სივრცე. მათ ჰქონდათ მაგნიტური ამწევი და ეს მიიმართებოდა გვერდზე. ის უბრალოდ ჩადიოდა დაბლა, ღრმა, გამოქვაბულის გავლით და რელსები იყო ორჯერ მეტი ფართო ვიდრე ჩვეულებრივი. ეს იყო დიდი მრგვალი მილი, ტუნელი, როგორც მეტრო. და ვხედავდი ამას ერთხელ და ის იყო თეთრი, თვითონ ტრამვა იყო თეთრი და ბრტყელი და მას ჰქონდა კარი ილუმინატით. და ბიჭები ლაპარაკობდნენ, როდესაც თქვენ შედიხართ მასში, თქვენ გათავსებენ ჟანგბად მაგვარ კამერაში. ბიჭები, რომლებაც იცოდნენ ეს, როგორ მუშაობდა და ბიჭები, რომლებიც მუშაობდნენ, მიწისქვეშა ბაზებზე, რადგან როდესაც თქვენ ჩადიხართ ძალიან ღმად, იქ ხდება როგორც ვაკუუმი და ამიტომ მათ ათავსებენ სპეციალურ კამერაში, რომ ჟანგბადი გქონდეთ. და მაშინ წინააღმდეგობა არ ხდება. არც ქალია, არც არაფერი. ეს არის მატარებელი მაგნიტურ ბალირზე, როგორც გერმანიაში და იაპონიაში, სადაც არის მასეთი მატარებლები. ძაბვის მიზიდელობა იმდენად დიდია, რომ მატარებლის ბორბლები ბუკვალურად მიიწებება მაგნიტზე, რელსებზე. ამიტომ ის ცოტა იწევა რელსებზე რამდენიმე სანტიმეტრი ძევით და თითქოს დაფრინავს რელსებზე. ის მოძრაობს ძალიან ჩქარა, როგორც მე ვიცი. წამყვანი. შემდეგი კითხვა. პალიატის მეომრები რატომ არ აღდგნენ გველეშაპთან ბრძოლის დროს? დერილ ჯეიმსი, მე არ ვიცი, ჩვენ ყავდა დაჭრილები, როგორც მე მახსოვს. ორი ბიჭები იყვნენ მოკლული ამ ბრძოლაში თავში ტყვის მოხვედრით და მათი სხეულები იყო დამახინჯებული. მე ვსვენია, რომ ადამიანები ამბობდნენ, რომ შეიძლება აიღო ტვინის ნაწილი და გააკეთო ეს. და მე ვიცი, რომ ძალები მზად არიან ატარონ ბავშვი. მაგრამ მაგალითად მათი დედოფალი მთავარი ცოლი მზად იყო ეს გაეკეთებინა. თუ მათ უნდათ ვინმეს კლონირება, ეს მათი არჩევანია. ისინი ხშირად ბადებენ ბავშვებს, როგორც ჩვეულებრივად ისინი ირჩევენ ბუნებრივ მშობიარობას. ისინი ამის წინააღმდეგი არიან, რომ მათ ბავშვებში იყოს რამე ტექნოლოგიური სატყოები. ბავშვებს არ რევენ ტექნიკურ პროცესში, სასქესო მომწიფებამდე, როდესაც მათ სხეულები ჩნდება რაღაც ტექნოლოგიური ნაწილები და მათ არა აქვთ არანაირი ტექნიკური ხელსაწყო. ბავშვებს ადლევენ საშუალებას
გაიზარდონ როგორც ჩვეულებრივი ბავშვები და ის ორი ბიჭი რომლებსაც ჩაატყეს თავში გაქრენ მეც დამემართა ერთხელ მასზე როდესაც დამარცხეს კერჩი ხო მათ შეუძლიათ დაგაბრუნონ სიცოცხლეში შენ არ შეგიძლია დაწვე სამედიცინო საწოლში თუ შენ უკვე მკვდარი ხარ თუ არის დაზიანებები ძალიან საშიში მათ შეუძლიათ მოგათავსონ სამკურნალოდ რეზერვუარში მე მახსოვს რობერტმა როგორც თქვა რომ სამკურნალო რეზერვუარში შენთვის არც ისე სასარგებლოა იმ გაგებით რომ კლინიკური სიკვდილიც არ არის შენთვის სასარგებლო იმ ასრით რომ ის გართმევს შენ ნაწილს ეს პირველად მესმის პენიბრელის არ უთქვამს რომ რეზერვუარი ართმევს ადამიანს რაღაც ნაწილს ხო და ალბათ IQ რომ მქონდა მაღალი იმიტომ ესე იგი არც რეზერვუარი არისო შენთვის სასარგებლო წამყვანი შემდეგი კითხვა თქვენ გინდოდათ პლეიადინელებს რომ თქვენი თქვენ გინდოდათ პლეიადინელებს რომ თქვენი ბავშვებმა მათი გენეტიკა გააძლიერონ დერილ ჯეიმსი რობერტმა მითხრა რომ მე მათ მოვეწონე პლეიადინელებს მოწონებიათ რადგან მე შემეძლო ბავშვებთან ლაპარაკი ბავშვებთან კონტაქტი და კარგად მართავდი ენერგიებს მე მახსოვს ხომალდზე მე მქონდა ტელეპათიური კავშირი ხომალდთან და მე შემეძლო მათ შექმნეს ხელოვნური ინტელექტი ვეგეტარიანული ვერსიის მსგავსად ესე იგი მათ შექმნეს ხელოვნური ინტელექტი ვეგეტარიანული ვერსიის მსგავსად და რეპტილოიდები იყენებდნენ სულებს როგორც იარაღს რომელიც ისინი გაძლევდნენ თქვენ და კოსტუმები რომელსაც ისინი თქვენ გაძლევდნენ ყველაფერი ეს მუშაობს ხელოვნური ინტელექტის კონტროლის ქვეშ და სულით რომელიც იქ არის ჩამწყვდეული მათ ხომალდებზე გამოიყენება ქალის სული რომელიც მისინებით სახურობს დედობრივ ხომალდზე მე მახსოვს როდესაც მათ ჰქონდათ დასვენების დღე მაგათმა მოაწყვეს ოჯახური დღე მე მახსოვს როგორ ოთახებში სადაც გროვდებოდნენ მთელი ოჯახით მე შემეძლო შემექმნა პატარა მუთლმის ფიგურები და ისინი გავდა ჰოლოგრამებს რომლებიც ჩნდებოდა ხომალდზე პატარა ბავშვები და ყველა ასეთი მე მახსოვს ერთმა როგორ მკითხა შენ ამას როგორ აკეთებ მე ვუპასუხე რატომ შენ არ შეგიძლია ამის გაკეთება მან მიპასუხა მე არ ვიცი მე კი ვიყავი
მართვაში კარგი. ბავშვები ლაპარაკობდა რაღაც უცნაურ ენაზე, რომელიც გავდა პიჯენს და მაგ ენაზე არ შეიძლებოდა ლაპარაკი. ხო, ესე იგი, ამ ბავშვებს ჰქონდათო თავისებური ენა და მათ ენაზე უფროსები ვერ ლაპარაკობდა. არ ესმოდათ ბავშვების ენა უფროსებს. და ამ ენაზე, ამ ბავშვურ ენაზე ლაპარაკობდნენ 6 წლამდე. შემდეგ ეს გავდა ბავშვურ ბოდვას. ცალკე სიტყვებთან თამაშს და უფროსებს ამის გაკეთება არ შეეძლოთ, ვერ უგებდნენ თავის შვილებს. ბავშვები 6 წლის ასაკში ამ უნას კარგავდნენ. ესე იგი, თავის ბავშვურ ენას კარგავდნენ, მაგრამ მე შემეძლო მათთან ურთიერთობა. და ჩემთვის ეს იყო ბუნებრივი წამყვანი ეკითხება. ნიშნავს, რომ ასაკობრივი რეგრესია 40 წლამდე არ იძლევა საშუალებას ადამიანმა იცხოვროს 200 წელზე მეტი. დერილ ჯეიმსი. არა, რადგან მე რობერტს რომ ვკითხე, მან რამდენჯერმე გაიარა ასაკობრივი რეგრესია. მან მიპასუხა, რომ თვლა აერია, მე მითხარი, მიახლოებით. მან ხრები აიჩეჩა და თქვა, რომ არ იცის. შემდეგ შეიძლება 17-ჯერ ან 18-ჯერ გაიარა ასაკობრივი რეგრესია. მე ვკითხე და რამდენი წლისა ხარ? რობერტს ვკითხეო, რამდენი წლისა ხარო? 360-ო თუ 380 წლისო, მიპასუხაო რობერტმა. მე ვკითხე, რატომ 40 წლის შემდეგ ეს იწყება? მე ვკითხე, ხო, ვკითხეო 40 წლის შემდეგ რატომ იწყებაო ფსიქოლოგიური დარტყმა. მან მიპასუხა, რომ მაგათ აქვთ ფსიქოლოგიური შეფასება, ისინი უწოდებენ ამას ფსიქოლოგიური კლაპანს. და მან თქვა, რომ ეს ხტება ერთჯერ 2 კვირაში. ესე იგი, მე ხა შევეცდები დაწვრილებით აგიხსნათ. საქმე იმაშია, რომ როდესაც ხტება ეს ასაკობრივი რეგრესია, ერთჯერ მაგალითად 40 წელი იმსახურე და ბერდი, ისევ გიბრუნებენ 40 წლის უკანდელი ახალგაზრდობას. მერე ბერდები ისევ იმსახურებ 40 წელი, შემდეგ 40 ან 50, ზოგი 60. შემდეგ ისევ გაბრუნებენ იმ პერიოდში, როდესაც იწყებენ მსახურებას, ისე ცხელს გაძლევენ ჯანმრთელობას. და ასე შეიძლება შენ ეს ასაკობრივი აღდგენა გაიარო ბევრჯერ. 16-ჯერ, 18-ჯერ, 20-ჯერ. მაგალითად ის რობერტი იყო ამდაგვარად ასეთი რეგრესული ასაკობრივი, ესე იგი ასაკის რეგრესიის გავლის შემდეგ, ამას ხო წლები ემატება, კი ისინი აბრუნებენ, ახალგაზრდობას უბრუნებენ ჯანმრთელობას, მაგრამ წლები ხომ იდის. და რობერტი მუთხრა, რომ ის არის მიახლოებით სათხილ 360-380 წლის. და სხვათა შორის ჯეიმს დერილიც არის რამდენი თქვა მაგას 300 წინა ვიდეოში 300 რაღაც 300 წელს გადაცილებულია სხვათა შორის ასაკით. თუმცა სხეულით ვერ ეტყვი, რომ ის მოხუცია. მოხუცი კი არა, მეტი ჩვენი გაგებით. მაგრამ ერთი მინუსი ამ ასაკობრივ აღდგენას აქვს ის, რომ ადამიანს ემართება ფსიქოლოგიური კლაპანი. 2 კვირაში ერთჯერ.
და ეს ბუნებრივია. წამყვანი ეკითხება. ხო. არის თუ არა იქ ვირუსი, წერილი არა, ვირუსი, როგორც ავადმყოფობა, იქ არ არის. არც ბუზებია, არც კოღოები არ არის. მაგათმა ეს ყველაფერი მოიშორეს. მათ აქვთ ბაქტერიები, რომლებიც მაგათმა შექმნეს ორგანიზმის დასაშლელად. და მათ აქვთ ჭიები, მე მახსოვს ბავშვებს ვასწავლიდი ჭიების მოპოვებას, წამყვანი. შეჯახები ხართ თუ არა თქვენ შავი ჟიჟას, წერილი არა, წამყვანი, რამდენი ადენოქრომის ქარხნები იყო განთავისუფლებული, რამდენი ადენოქრომის ქარხნები იყო განთავისუფლებული. ახლა მე ავუხსნი მათ, ვინც არის ის რა არის ადენოქრომი. ადენოქრომი გამომუშავდება პატარა ბავშვების მიერ, სანამ ისინი არიან პატარები, სადღაც 10 წლამდე, 9 წლამდე. და როგორ? ბავშვებს აწამებენ, ბავშვებს ანერიულებენ, ბავშვებს პაპატიურებენ, კლავენ, მე აცოცხლებენ. ესე იგი, რაც კი პენიბრელი ჩამოთვალა თავის ერთ ვიდეოში, რამდენიმე წამების მეთოდი, რითაც იწყებდნენ მის და მის სანატორების წამებას, როდესაც ის იყო ლეგში. და შემდეგ როგორ უმატებდნენ ამ წამების სახეობას. თუ